ნიკამელიას პატიმრობა შეუფარდეს, არ უნდოდა, მაგრამ საკუთარ სასამართლო პროცესს მაინც დაასწრეს. გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე 3 საათით ადრე ახლების ლიდერი გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უკვე დღეს კი ციხეში სისხლის სამართლის კოდექსით გაუშვეს, რომელიც ან ჯარიმას, ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე მესამე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხდება, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო პატიმრობით შეუცვალეს. მელიამ დღეს ნაწილობრივ მაინც აისრულა სურვილი ოპოზიციონერმა ლიდერმა წყალი შეასხა მოსამართლეს, რის გამოც ის დარბაზიდან გააძევეს. სასამართლო დარბაზში დღეს ჩხუბიც იყო ოპოზიციას პრეტენზიები აქვს მოსამართლესთან, რომელიც არ დაინტერესდა რა ვითარებაში აიყვანეს მელია წუხელ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა მოხდა გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს დღეს თავად მოყვა ნიკამელიამ, რომელიც მომხდარს მის გატაცებას უწოდებს. მელიაც და მისი დაცვის მხარეც ირწმუნებიან, რომ მას დაკავებისას კიდევ ჰქონდა დრო, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა და 50,000 ლარიანი გირაო გადაეხადა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნიკამელიამ გუშინ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. გუშინ რა მოხდა, ამის ამსახველი ვიდეო მასალა არ გავრცელებულა, თუმცა დღეს მელიას ქმედება დარბაზში მყოფმა კამერებმა დააფიქსირეს. დარბაზში იყო ნანა გოგატაძეც, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში მოგუყვება რა ხდებოდა პროცესზე. 3 საათიანი ხმაურიანი სასამართლოს ხდომა დასრულდა იმით, რომ ნიკამელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. ეს შუამდგომლობა დააყენა სახელმწიფო ბრალდებამ, ვინაიდან გირაოს გადახდის ვადა გუშინ ღამის 12 საათზე ამოიწურა და ნიკამელიამ, როგორც დაანონსებული ჰქონდა, თანხა არ შეიტანა. გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე შვანგირაძემ და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა საბრალდებო სკამიდან მოსამართლეს წყალი შეასხა. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ და ამ ინციდენტის შემდგომ ხმაური იყო სხდომათა დარბაზში, თუმცა იქამდე კოალიცია ცვლილების ლიდერმა ვრცლად ისაუბრა გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს ნომერ 12 სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა. ინციდენტის შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი მსაჯულმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა. დაპირისპირება იყო დარბაზში მყოფებსა და მანდატურებს შორის. ამ ინციდენტს წინ ნიკამელიასა და მოსამართლე შვანგირაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უწოდა. მელიამ წინა სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც დასწრებაც ჯერ არის სურვა, შემდეგ კი თავად მოითხოვა ვრცლად ისაუბრა გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი დაკავების დეტალებზე, რასაც ახალის ლიდერი გადაცებას უწოდებს. მოხდა ჩემი გადაცემა და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საპატრულო საშუალება არსაიდან დაახლოებით 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს. მოსამართლემ განუმარტა, რომ დღევანდელი პროცესი არა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდა. 9 საათზე გაიტაცეს სიდარის ადამიანი, რომელიც ეხლა თქვენ გელაპარაკებთ. კითხვა არ გიჩნდება რა მოხდა. თქვენ გირაოს გადახდას აპირებთ და ამ საკავებამ შეუშალათ. გირაოს გადახდა არ გადახდას და დაკავშირებით კითხვებს რო სვა. მე რაც ახლა მოგიყევი, ეს არ არის ერთი საინტერესო. სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში ამის განიერებაზე არ გულებიმჟებთ. ეს არის ადმინისტრაციული. სხდომათა დარბაზში ბრალდებულ მელიას პოლიტიკურ გამოსვლამდე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 50,000 ლარიანი გირაოს გადახდა ჰქონდა დაკისრებული. ვადა კი გუშინ ამოეწურა. სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ ნიკამელიამ აღკვეთის პირობები დაარღვია და თანხის არ გადახდით უგულებელყო კანონი. მოსამართლემ ბრალდების მხარეს შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და გირაო პატიმრობით შეცვალა. მოცემულ შემთხვევაში ამოზავი კომუნიკაცია შესაძლებელია თავად მესამე პირების მხრიდანაც და არანაკლებ დაბეჭდის მხრიდან. გარდაამუშავისა სასამართლო პროკურორობაში იღებს დაბეჭდის ცევას, რომელიც არის აშკარად არაკანონმორჩილი და შეიცვალოს უკმაყოფილება ახალგაზრდების აბილოთი. მოსამართლე შვანგირაძის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე. ნიკამელიას ადვოკატი და თანაგუნდელი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა უკანონოა, რადგან ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე ბრალდებულს ჯერ კიდევ ჰქონდა გირაოს გადახდისთვის დარჩენილი დრო. მოსამართლე შვანგირაძეს ყავს უკანონო პატიმარი, გაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყოს შესაძლებლობა, რომ
კანონით დადგენილი მოთხოვნების შეესრულებინა. დაცვის მხარის არგუმენტები აბსურდულია ბრალდების მხარისთვის. პროკურორის თქმით, ნიკა მელია 29 დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც გირაოს გადახდას და არც პროცესზე დასწრებას გეგმავდა. ჩვენ ვისმენთ პოზიციას, რომ იგი არ აპირებდა გირაოს ოდენობის გადახდას, არც ქონებით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს პროცესზე მოვისმინეთ დაცვის მხარის პოზიცია, რომ თურმე ბოლოს 3 საათში იგი შეიცვლიდა პოზიციას და იგი გადაიხდიდა გირაოს ოდენობას, თუმცა შეეზღუდა ამის შესაძლებლობა. ბუნებრივია ეს იყო მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. ხმაურიანის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ნიკა მელიას მხარდამჭერები. ხელისუფლების ოპონენტები მელიას უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და მას პოლიტპატიმარს უწოდებენ. ეს არის რეპრესიების გაგრძელება. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს, სწორედ გაერთიანებაშია ქვეყნის გადარჩენის ყველაზე სწორი, მარტივი და სწრაფი გასაღები. ის რომ ნიკა მელიას გაცხადებული ჰქონდა, რომ არ აპირებდა გირაოს გადახდას, არ ნიშნავს იმას, რომ ვადაზე ადრე შეიძლებოდა მისი დაკავება. ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნიკა მელიამ შეურაცხყოფა ჯერ სამართალდამცველს მიაყენა, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეორე დღეს კი უკვე საჯაროდ მოსამართლეს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. ნიკა მელია არის ყოველგვარ მორალურ ღირებულებებისგან დაცლილი კრიმინალი. ყველა კრიმინალის მიმართ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, შეურაცხყოფას მიაყენებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, შეურაცხყოფას მიაყენებს მოსამართლეს, რა თქმა უნდა, რომ მის მიმართ კანონი იქნება ადეკვატური და მკაცრი. მას ჰქონდა ვადა, ბუნებრივია, 12 საათამდე გირა უნდა გადაეხადა, იმის გამო კი არ დაუკავებიათ. არამედ, როდესაც პატრონმა გააჩერა გარკვეული წესის დარღვევის გამო, შემდეგ შეურაცხყოფასი გადასულა და ადმინისტრაციული წესი დააკავეს. ინტერპრეტაციები არ არის საჭირო ზედმეტი. ვინმეს დაკავება რო დოუდა, დილას დააკავებთ. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 მუხლით დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. მისივე სურვილით ნიკა მელია იზოლატორიდან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანეს. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე მომდევნო სხდომა 12 ივნისს ჩაინიშნა.